პირველ რიგში მოდი ფაქტებზე ვესაუბროთ, მათ როცა ამბობენ რომ დაუშვათ თვითრეგულირება ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ანუ რაზე დაყრდნობით გვეუბნებიან ამას? ვინ დათვალა ეს, ვინ გაზომა, რა კვლევა არსებობს, აი განმარტებით ბარათში რატომ არ არის მსგავსი და ვიღაცების მოსაზრებებს რატომ ეყრდნობა, ხო, დავიწყოთ იქედან, რომ საიდან გაზომეს, რომ ამ ყოველფრის ეს არის, რა ქვია, საჭიროება დადგა და მდინარაძე ამბობს, რომ არაფერი არ იცვლებაო თვითრეგულირებაში, ფაქტობრივად უბრალოდ ისო ერთი რამე არის გადმოდის თვითრეგულირებიდან ხელისუფლებაში და ეს ერთი რამე არის მთავარი აქ. ეს არის განსაზღვრელი, თორემ ვეთანხმები მე მერავთ. იქ რაც წერია, იმას, რა ვიცი, პასუხისმგებლიანი ეთიკური მედიები იმას ყველანაირად ასრულებენ და ის ფარული ჩანაწერი იქნება თუ ასე შემდეგ. ვის სიამოვნებს აქ პირიქით ჩვენ ვიხვეწებით და ოღონდ ვიღმაცა გაგვესაუბროს და ოღონდ რომელ რაღაც იმაზე არის საუბარი, რომ თუნდაც ისეთი კითხვა მოისმინა, რაც დისკომფორტს შეუქმნის. ადამიანი იმდენად დაშინებულია, იმერეთის ბიუროს ქონი არაერთხელ ისეთი შემთხვევა წყალი მოდის თუ არაო, ეს რომ ამაზე რომ გიპასუხოს ანუ არა ამაზეც კი ანონიმურობა ჭირდება და ასე შემდეგ ანუ არადა პირიქით ანუ თუ ვინმე ღიად დაგველაპარაკება ჩვენ ეს გვიხარია და ეს ხო არანაირად არ არის ეს მედიის კომფორტის ზონა, როდესაც გიწევს სხვა გზა რომ არ აქვს, ეს არის უკანასკნელი გზა, როდესაც სხვა გზა არ აქვს. ხო მაგალითად მოვიყვანოთ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი, რასაც აი ფაქტი ძალიან აქტიურად აშუქებდა და იქ მაგალითად როდესაც იყენებდნენ ბაღის პედაგოგებს, სკოლის პედაგოგებს და ასე შემდეგ. ანუ ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ, რას აკეთებენ, ხო? ესენი ძალიან კარგად მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, ეს არ არის, ეს იძულება არის თუ ასე შემდეგ, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ფაქტი არის, რომ ისინი ამას აკეთებენ და ისინი ჭკვიანები არიან და ისინი ამას არასდროს არ გეტყვიან ღიად, ხომ? და სხვა რა გზა მრჩება მე ჟურნალისტმა, რომელმაც ეს გავიგე, რომელმაც ეს ვიცი, ეს ყველაფერი დაგიმტკიცე თუ არა დაუშვათ შეფარული საუბარი, რომ ნუ ქართული ოცნების წარმომადგენელი ზუსტად საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, როდესაც საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე. კი ბატონო, როდესაც გამყალბებლებზე, ასე ვთქვათ და ეს ამ მედიის ფარგლებში ეს ეგ უნდათ რომ ხო ხა როდესაც ურეკავდნენ მაგალითად ჟურნალისტები რომ აი ქართული შტაბიდან გირეკავდა ალაპარაკებდნენ. დანაშაული ესე გაიხსნა. გამგებლებს ეგრეთ წოდებულ სოფლის გამგებლებს, როდესაც ურეკავდით და ესენი დადიოდნენ და მაგალითად ერთ-ერთი შანტაჟის ის იყო ინსტრუმენტი, ეგრეთ წოდებული სოციალური პროგრამები, დახმარების პროგრამები, ეს იქნებოდა ფულადი დახმარება თუ სამსახურები, ხო, ჩართვა რაღაცა გამოგონილი სამსახურები, წიგნის დამტარებელი და ეგეთი სამსახურები აქვთ სოცპროგრამის ფარგლებში მოფიქრებული, ხო? და ამით აშანტაჟებდნენ შემდეგ, რომ დაუშვათ თუ არ მოგცემთ ხმას, ჩვენ დაკარგავ ამას 300 ლარი აღარ გექნება ხელფასი. ხა ის როგორ გიღიარებ, შენ რომ კი ამას ვაკეთებ, ხო? არა და შენ იცი რომ ერთი ოჯახი, ორი ოჯახი, ერთ სოფელში, ორ სოფელში, თან როდესაც ჩვენ ამ კვლევას ვაკეთებდით, ეს არ არის რომ გვერდ სოფლები მოვიკითხეთ, ვკითხულობთ იმერეთის რეგიონში, ვკითხულობთ რაჭაში, ვკითხულობთ აჭარაში, ვკითხულობთ მცხეთა-მთიანეთში და როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონიდან გებულობ ამას ხომ და თქვა ეს და დაამტკიცო და როგორ უნდა დაამტკიცო? ხა ვინ მოგივა და ვინ გეტყვის რომ კი მე ამას ვაკეთებ? ხო, ნუ ეს შენი ხბოს ერთ-ერთი სახე, იმიტომ რომ ხა საზოგადოებას ავალი, როდესაც სხვა გზა არ აქვს. და ეს არის ის მეთოდი, კამუფლაჟის, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, რომელიც ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც არის საქართველოს, როდესაც არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ თანამშრომლობს შენთან, როდესაც საჯარო ინფორმაციაზე წდომა არის ნულოვანი პრაქტიკულად და შეუძლებელი, ჟურნალისტები იყენებენ ამ ტიპის ინფორმაციის ამოღების მეთოდს და ეს ზუსტად როგორც ჩანს ამ მედიის კანონის ფარგლებში ეს გართულდება და აქვე მერაბსაც მინდა ვკითხო, პრაქტიკულად ეს ის მეთოდია, რომლითაც ჩვენ ვუყვებოდით ამბებს.